მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ უსაშველოებს. დღეს უნდა ვნახოთ მეორე სეზონის მე-6 სერია. წინა სერია საკმაოდ საინტერესო მომენტზე დასრულდა. ზოგადად წინა სერიას კაი დიდი იყო და სულ ოდნავ გაწელილი, თუმცა საინტერესოა, ამიტომ პრეტენზია არ მაქვს. მაგრამ ხო, წინაზე ხაჩოს ქონდა რაღაც გეგმასავით და იმედია მაგ ამბავს მიუბრუნდებით ამ სერიაშივე. ან შემდეგ სერიაში, რა ვიცი. კაი იქნება. იმიტომ რომ რავი. რამდენჯერ გვაჩვენეს უკვე ხაჩო და დიდი როლი ჯერჯერობით არ ჰქონია რა. ქონდა მომენტებში კი, მაგრამ წესით უფრო დიდი როლი უნდა ჰქონოდა რა. გომიხდით. იმიტომ რომ რამდენჯერ ქონია კონტაქტი ლადოსთან, რამდენჯერ დახმარებია პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ მაინც რავი. ახლა ნახოთ ეს სერია. ნახოთ ესევე გივი კორასიზავს. კესანერას იზავს ყველაზე ძალიან ეგ მაინტერესებს. დავიწყეთ უსაშველოები პირველი სეზონის მე-6 სერია 3-2-1. ნახე რა ვქნა. აი, ხაჩოთი ვიწყებთ. დალადოთ. ეხლა მომისმინე ჩემო ლადო. ხო. ეხლა მინდა მოგიყვე ისტორია ოროსნებზე. ვიზე? ოროსნებზე ჩემი ჯანო ხო გახსოვს? ხო, მერე? ოდა ბიჭო მივეცი ნაკოლე. ხო. ამ ჩემისამ გაიყოლა ორი კაცი. ეხლა ამ ამბის შემდეგ მინდოდა ჩოხოსნებისთვის პატივი მეცა. იასნია. ვიცოდი $300,000 სადიდო. ეს ყველაფერი გავიგე მაგათი მოსამსახურესგან, ფატისგან. შენი პატი. ანუ ვითომ ჩემიო. ვიჯო, ერთი კაცი იყო საჭირო, ვინც იცოდა სეიფის გახსნა. მერე შევიდნენ ეს ჩემისები და დაჟე ეგრეყვებით. მართლა რამდენი ფულია? ოშოები ხო. ესნია, განაბა მოგჩა ნაკოლი, ბიჭო. რა ისე ვთქვი, რა იყო? შენ ხაჩოს სიტყვებში ეჭვგებარება? მომავალია, ბიჭო, ბესპიცემინოს ქურდია, აი, ყარი, ამ ქალაქში ვიმიდე. პირველ სეზონშიც მახსოვს რომ მოგეხაჩო მომავალიაო და სპარტაკარო გადაოდა. არა, შენ პასუხს მოგთხოვ, მაგრამ აკონტროლე სიტყვები, ბიჭო, შენ. და იქ ურტყის ეცნა. ეს ისე თუ რა მომინათე. აიცა, ბიჭო. მომინათე. გადმომაწოდე მეც. ვაჩადე. ბიჭო, შემახვედრე ცოტა რა. ვაჩადე, ვიცული. შემახვედრე მე ცოტა. მოწყენა წინიტო. აუ, გეხვეწები ცოტა ჩუმაც მეგოლა. ამდენი იყო, ეხა თავიდან დავთვალო, რა ჩემა მომინათე. ათვალე. მიდი რა ცოტა შხარა, რა მინდა გვინახოს ბიჭო. ვინ უნდა დაგინახოს, ტყეში ხარ, შეჩემ. მომინათე, მაგრამ რავი, ხუივოზნაი, რა. კაი. რა ჩაჯმული გაქვს, ბიჭო? არა, რა ჭირდება სულ? რავი, ეს მაგს არ ძინავს. აი ესე საღოლ რა მაგრა გამოგვივიდა რა. იასნია, გაიხსენე ვისი ნაკოლია. ხაჩო. საღოლი მხაჩოს თუ ვიღაცაა, ბიჭო. ხაჩოა, ბიჭო, ვიღაც? დაიწყო. არა, ვიცი ვინცა. არა, ეთყობა არ იცი და გაგესტობ ძალიან სუდად, ბიჭო. ბიჭო, მალექენი რა. ეხლა მასადე? ამდენი. რამდენი არის 300? 300 იქნება და რამდენი შეგავდები, ბიჭო, მასადე რა. აუ, მიდი რა დროსიც მე რა არავინ დაგვინახოს, შენ რა გაატრაკე, ბიჭო? ტრისტატიშია დედას გეფიცე. ასი ჩოხის. ვა, საღოლ ძმაო. მართლა 300-ია, ბიჭო? მართლა 300-ია. არო ჩეხამას მარხავთ და ხვალ ამოვთხეთ რა. და რატომ? დავი, დაიწყე.
ბიჭო, მოგერა. რა კარგი, მაგრამ ნუ ხო, აიზე ჩავდეს, ხო? ალბათ პროსტ კომპიუტერი მიჩნდება? უეჭვი. რა მაგარი მოსაწევია, ზმაო, ჩაგეთვალა რა საუბარი. დამადუმა შეჩი. თოდე ფული არა ვიღოთ? ამე რო შევჭამოთ, ასე ვიყიდოთ და დავლიოთ, ხო? უშე იმდენი ავიღოთ, რომ ფაქტიც დავითრიოთ რა. თაში ვეყოფა? 1000. 1000? უეჭვი. 1000. ოჩა გაშერდი, ამოთხარი. ამოთხარე, ბიჭო. ეს კარგი თერაპიის დამთავრება, მადლობ. რა თქმა უნდა, რეკლამა ჩამერთვება. რამდენიმეჯერ. რამდენი წუთია გასული მაინტერესებს. 4 წუთი ნახევარი, კაი, რა. რა? არა, შანსი არ არის, მომისმინე ეხა ბრაცი, მომისმინე. ვინდოუში. ზმა, გეხოჭები სადმე ეხა მარკეტი გააძე და რაღაცა მიამოაბიდეთ და ტკბილი არ დაგავიდეს რა. ხო? ოსტი, ბრატ, ეხა იმას დავურეკე მოსაწევი გავაზრე რა. ხო? მე ბიჭო გადავივლებ რა. ამდენი მიმუშავეთ, ამ ხელა ორმო ამოუთხარეთ, ხო? კაი, ჩემო. მივიღებ, ხო? დავай. მეგონი მარტო ალე მიხვალ რა. მიდი. მიყვარხარ, ჩემი ძმა ხარ. ჯანო, საღოლ ძმა. გეკადრება, ჩემი ძმა, გეკადრება. რას მოგეთებთ აქ? მესი მადლობა. ეს აუჩემი, ახლა ნუ რიგში დგომა არც მე მევასება. სადა ხარ, აბა ჩემი ძმა? რიგში. კაი, გელოდები, კაი. გამარჯობა, ქალბატონო. დაშევეცი. სულ რამდენი გამოვიდა შვილი? ხატვის მაგდენი არ მაქვს. 27 ლარი და 60 ქარბატონო. ასე იაფია? დაჟე. კარაქი რა ღირს? აიმე, დაიწყო. არა, ბე, შენ თავს ვიცა ვარ, სულ გადარბენებზე ვარ, თქო და მა. 5 10 სადა ხარ? როზაკენი, ბიჭო. ხედავდა. დროზე. 15 საწყალი კაცი. 20 უკვე ტივილს დაიწყებს ვატყობ. და იგივე ნომერზეა? ეს მინდი კაი დაურე. ჭორავს. სულ რამდენი მითხარი? 27 და 64. ხო, მოხვედი ჩემი ძმა? სად ხარ, აბა ვერ გხედავ. ჩემი ძმა, ხუდარ. კაი ხარ, ებრა. გვირილას დაგროვების ბარათი გაქვთ ქალბატონო. არა შვილი, გამიხსნით. ვაჰაჰა. გაგაღვიძე. გაშვი. უკაცრავად. აი, ჩემთვის. პირადობა მომაძებთ ქალბატონო, თუ შეიძლება. პირადობა? დიახ. პირადობა.
ხად წავიღე. არა კარგად ხორბაც მას. ხო შენი დედა შევის. ჩემი ძმა. ხელი ბიჭო. იზვინი ბრატ, დამაგვიანდა. გაგაგვიანდა კი არა. სათხარ ბიჭო. ამდენი ხანი სათხარ. სა. ბარიკას ველოდებოდი და მე მენტებმა გამაჩერეს, ბრატ. კაი, მაიტა ფაქტი. ჰაი! Слушай. Шадახარ, ბრატ, ამდენ ხარ, что? მოდივარ ძმა, მალოდინამ, დედა მოთხნულმა ამან, მანდ ვარ თითქმის. მალე, ძმაო, მალე. Windows-ა მოვიდა? არა, ის გამოჩენილა, დაურეკავი ხომ ის. ეს სამნახე. ხოზმო. გოგო ხარ, შვილო. რამდენი წლის ხარ? რიგში ვარ, რიგში. გათხოვილი ხარ? დიახაბოთ. არ დამიწყებია. გათხოვილი ხარ? მომაკ. ხოვილი. შეჩემ. შუშე. არა და რა კარგი შვილი მყავს. წნარად. ეგ არის სერიის მაგრამ დააგვიანდათ ორივეს. და როგორც იქნა მიაღწიეს სახლში. დაშე რეკლამა ჩამერთო, მადლობა ლადო. მაიკა გაიხადე შენი დედა შევს. Amoi. Tita შემეცი. ამოიღე. ბიჭო. ამოიღე. ბიჭო. რამდენს მოპარაკე გასრე. ამოიღო. მისა ბიჭო. მისა შეჭება. შეჭება, მე თუ ყვითელი მედო და აღარა გოლი გაიტანე და მაიკა გაიხადა, შეჭება. მერე ბიჭო. მაიკა გაიხადა, შეჭება, არ შეჭება, ყვითელი გაიტყა. არა მეთქი შეჭება. რა, შეჭება რა. გაიკიდე, მოიგე. მოიგე, ჩემი დღეა დღეს ბიჭო. რა დროს ამოიღო? არა, ხუჭები შაშმელი. დაასვიდე. ფოქი, შოდორი, შეჭება. მიდი, შეჭება. მოდი ხაჩოს გაუმარჯოს ბრაცია. მომავალ ცხოვრებით განავს. აგერ ქუჩის ბიჭები ვარ, ძმაო. ორი სული ბრა. ხაჩოს სიცოცხლე. შემოგევლე, ძმაო. დიდება ქურდულს, ჩემო ძმაო. დიდება. მაინც ვხვდები ხაჩოს რიცი თქმა უნდა ამით. მე პროგრამისტი კაცი ვარ, ძმებო, მაგრამ თქვენ ცხოვრებას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ხაჩოს თამადობით ყველას გაუმარჯოს და დიდება. რა ჭენდებოდ? რამდენი ხარ? რა? თითქმის 13 წუთი გავიდა და ჩვენი პერსონაჟები და რა არის გამოჩენილი ლადოს გარდა. მოგითხარის. რაც ზუკაც, გიარც, ვატო. წავა. მოდი ეხლა დედა ეკლესიას გაუმარჯოს ბრას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი მთელი ცხოვრება, თო. მოდი მე ფეხზე წამოვდგები, ჩემო ძმაო.
წამოვდგეთ, ბრატ. წამოვდგეთ დიდება უფალს გენაცვალეს რა. ღმერთო, დიდი მადლობა დღევანდელისთვის. რომ ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორ ჩაიარა რა. რომ ისეთი მაგარი ბიჭები ვართ, როგორებიც ვართ, ბრატ. რო სიტყვები შენ შემოგე. გენაცვალე თქვენ. დიდება. მოდი აგერ ჩვენს მობას გაუმარჯოს, ჯანო. გაიხარ. ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს, ღმერთმა მაგრა გვამყურა. კოსტა, შენ გენაცვალე რა, მაგარი ბიჭი ხარ და გვერდში მიგულე ნებისმიერ დროს, ბრატ. არ დამაჰეითოთ ახლა, მაგრამ ეს სერია უკვე გაწერილია. გავიმარჯოს, ბიჭებო. ჩვენს მობას გაუმარჯოს. აი, მოდი აგერ. ყველაზე მაგრამ მიყვარხარ, შენ გენაცვალე. აბა, გულშენ შეიყვარ. შენ გენაცვალე. ბიჭო. აბა. შენ გენაცვალე, მომე ბიჭო, დათიობა. დავიდა. შენ ბანკი. აი. ზივა რა ხდა აზრზე არ ვარ ვილაპარაკო ახლა. მოკლედ, მის მაღაზიის სცენა სასაცილო იყო, მაგრამ იკულავეს. საკმაოდ გაწერილი იყო. მერე დილით წავიდნენ ტყეში. ამოთხარეს ტონო და მაყუთი მოიტანეს ბაიძზე. რომელ ბაიძზე? ბიჭო, სადაც წინა დღეს იყვნენ, არ მისმენთო? გავიგე, მერე დაიწყეს მაყუთის განაწილება. ნახევარი უნდა წაეღო ვინდაუსას და კოსტას. ნახევარი ჩემთან უნდა მოეტანა. მერე რა მოხდა, თო? მაცადე, შეჩემა, ხო გიყვებია რა. გაცდით. აისო. დაიწყეს ფულის დათვლა. და რაღაც ნაწილი აქდა, ხო? Windows. მიხوار ბიჭო, მიხوار. ცხოვრებაში Windows-ებს აღარ გადავახედე ბიჭო. ფული აკლია ბოზიშვილი. რა ბიჭო? და 200,000 დევს და 100,000 აკლია. 100,000? 100 ბიჭო? 100 ნიშნავს. და 100,000 ბევრია. ხად არის 100,000? და უეჭველი 200,000-ია? 100 ჯერ დავთვალე, ძმაო. სად არის ტოტიში? მე რას მიყურე, ბრატ, ანალოგიურს კითხავ მე შენ. ნახდათ 300,000 იყო? ძმაო, განაბმა თქო 300,000 იქნებაო. თან დათვალე. ახო თუ მეც დავთვალე. რა კითხობით ხარ აქ? აბა გაქრა? კი. გაქრა, ბრატ. რა თავს იყლე? რა თავს იყლე? გუშინ მაღაზიაში რამდენი ხანი გახვედი? რას მეუნები? რას მაგადრე? მომისმინე, მაღაზიები არის აქვე. და ამდენი ხანი დაგჭირდა რომ აქ ამოსულიყავი? კი. ნაღა მე მოგასწარი, ბიჭო, არა და სატრაქში ვიყავი წასული. შენს კაი ხანი დაგჭირდა. მოიშე, შენ მოხვედი 2-3 წუთის მერე. მერე? ნუ არა. შენ თავს იგივე კითხავ, ბრატ. იქნებ შემიყავი, იმიტომ რომ ამდენი ხანი იყავი სახში. რას? სად იყავი ამდენ ხანი? არც ერთი არ იყო ჩვენ და კითხვებია კონტროლე, ჩემი ძმა. დაგირეკე გითხარი, სადაც ვიყავი. მალოდინა თქო, იმდენ დამოთხნულმა იმა. პლაზი შენ არ გამიშვი? მე? შემომთავაზე და აღყევი, ბრატ. რა სამყევი, ბიჭო? აх, ჩემი. ვაფშე მისმინე. სანამ ჩვენ არ ვიყავით, შენ რას აკეთებდი, ბრატ? ბანაობდი? ზედმეტებში არ გადახვიდე, თორემ ვინც არ იმოქმედოს იმის დედაბატირე, ბიჭო. რა ბიჭო? რაც გაიგე, ბიჭო. სად იყავი მეთქი, გიმეორე. ბანაობდი, ეს დედააფეთქებული. რა შამპუნის სუნდა არ დახვდი თუ რა? მე შენ არ დამიყნოსი ხარ და არ ვიცი, ჩემი ძმა რა.
გიმეორებ ძმაო, აქ ვიჯექი ტელევიზორთან და ფეხბურთს ვუყურებდი. მეტი თვითელი მეგო. მე რა მახსოვდა რა. ერთი წუთი ძმაო. მოიშაშა ბიჭო. ჰა? ერთი მათქმევინეთოსო. ერთი. რა აზრი მოგივიდა? ახლა ხო აზრი არ აქვს ამ ლაპარაკს. ეც მოფას გაფიცებთ. ჩემი წილიდან აიღე და მე მომაკელი და всё. აჰა. ეს ნაბოზო, ბიჭო. დაჯექი, ბიჭო. ძმა, რას ქვია, შენი წილი არ გინდა? რატო არ გინდა, ბიჭო? ჰა? რავი, და მე ვიფიქრე ნახევარი წილი მე და კოსტას ხო გვეკუთვნის. ხო და იქიდან 50,000-იც მაგრად მეყოფა რა. არა, ძმაო, დაშე 20,000-იც მაგრად მეყოფა, პროსტა ამას ვამბობ. ვის უმარხავ თავებს, ბიჭო? კაი ხა. გვენ. ეს ატრაკებ, ბიჭო. რას ვატრაკი, ბიჭო, ღმერთს მეცავარ. დედას გეპიცები, შვილებს გეპიცები, გულით ვამბობთ, ხო რა. მომისმინეთ? ჩვენს გარდა არავინ არ იცოდა სად იყო ის მაყუთი დამალული. რომელიღაცა თქვენგანმა გაწია ეს მაყუთი და ჩემი დედავატირი აქედან არავინ არ გავა სანამ ის მაყუთი არ დაიდება, ბიჭო. ეს ფული ვისი იყო ვაფშე აზზე ხართ? ბიჭო, ზუსტად იგივეს გეტყვი თქვენ ორივეს. მე, ქუჩის ბიჭი კოსტა კასრაძე, ცხოვრებაში არავის არ გადაუგდივარ და არავისთვის არაფერი არ შემირჩენია. შენ ხო გამიგე, ჩემი ძმა, ჯანო? გეხვეწები ძმებო რა. ძალიან გთხოვთ, აქ რაღაცა სხვა ამბავია რა. რა სხვა ამბავია? რა სხვა ამბავია? არ ვიცი, მაგრამ ხო შეიძლება ესე დავსხდეთ ვისაუბროთ რა. ხო შეიძლება რომ უგვარდეთ, გეხვეწებით რა. გთხოვთ რა. გთხოვ. ოცაჩი, მაგრამ ნერვები მეშლება ესე როციან ერთმანეთს დაბრალებები. მადლობა, არ მეგონა თუ ოდეს მე რეკლამის დაწყება ასე გამიხარდებოდა. განაბთან მაგ მისატანი 150,000. გასაგებია? და შეხა თქვენ თუ მორიგდებით, მე ყველაზე დავიკიდებ და რაღაცებს ბოლომდე აღარ ჩავეძიები. გასაგებია? თავაზობს ტიპიო, ჩემი წილი აიღეო. იმიტომ იმ განაბსო. განაბებთან გავარკვიოთ, ვის რა და როგორ, ბიჭო. გავარკვიოთ? ჩოხოსტებთან? ეხლა ამ წამს დავრეკო? აბა მე რას გეუბნები? მომას გაფიცებ. ხო და დავრეკო. გაფიცებთ, ეგ არა. ეგ არა. რა ეგ არა, ძმაო, ქუჩის ბიჭს შელაპარაკები, აუ, ხო იცი, როგორც დამთავრდება, არ გინდა. რას მე, როგორ უნდა დამთავრდეს, ბიჭო? როგორ დამთავრდება? აუ, ქურდებთან არ დარეკოთ რა, ქურდებთან არ დარეკოთ რა. შენ მაგარი მოსათხოვე გაქვს, ძმაო და თან როგორ იცი? სიტყვები გააკონტროლე. მე რეკევ ხაჩოსთან, ნო, არ მაინტერესებს რა. დარეკე, ბიჭო, დარეკე. გეხვეწები, ქურდებთან არ დარეკე. მე ამ ჩემისებმა დამირეკეს მე. მე რა მოხდა? თო რომელი გამოსდა ე? ნარად. აი ისმე, ხო, მე გადაურეკე ჩვენებს იქით. აჰა. იმათმა მითხრეს. ჩვენთან პირდაპირ გამოვიდნენ სვიაზზე და ჩვენ აუხსნით რა და როგორო. ლაუდსპიკერი ჩართე, ბრატ. ჩართვა. გაუმარჯოს. მე რეზო ვარ, გვაზავა განაბი. ჯანო პატაშორი ვარ, შენ შემოგევრე, ქუჩის ბიჭი. კოსტა ვარ, კასრაძე, რეზო შენ გენაცვალე, კაი ბიჭი ვარ. აგერ სამი სული ვქურდი ვხედვართ. ხაჩომ ჩაგვაყენა საქმის ყურში. ვიცით თქვენი სიტუაცია. ო, ძმაო. ხო და ეხლა სამივეს აზრს გეუბნები. მაგ ფულს თითი არ დააკაროთ. ეხლა ჩვენი ძმები დაგირეკავენ. და აქ ჩამოგიყვანენ აგერ საბერძნეთში. აჰა. დანარჩენი აქ ვილაპარაკოთ. საბერძნეთში. გასაგებია? გაიხარე, დიდი მადლობა, რეზო ძმაო, დიდი მადლობა. გენაცვალე, ძმებო, გაიხარეთ, ბიჭებო რა. ღმერთი თქვენკენ, ძმებო. ეხლა ბიჭები დაგირეკავენ და ერთი უთხარით სათხართ. всё. გაიგე რა თქვენს განაბებმა?
მაგბოს კაპი კი არ მოაკდესო. და კაროჩე ხა ის 1000 ლარი რაც ავიღეთ. დაჩალიჩდით და დააბრუნეთ რა. მარტო რატო დავჩალიჩდით? დაჩალიჩდით სამივე აგერ, პაპალა, ძმა, ჩემი კარგი მოტყვა 300 ლარი უნდა მიჩალიჩო. შენ 400 ბრატ. რატო? იმიტომ რომ გეუნები ჩვენ. კუჩა. ხოდა მიაკითხეს ჩაისვეს სამივე მანქანაში ეგრევე წაიყვანეს ზაგირებოშდება ჩატენეს თვითფრინავში და ჩაუყვანეს ბიჭებს მე რა გაიასდა თო ბოზი ვინ არის თო დაცალე მიო მაგანტე სამივემ თქვა ერთი და იგივე მე იტოგი რა დაცალე ვახჩი მომენტ რაღაც პოჩილადო მართალი შენ ქაქსოს პერიდონე რასტოვიჩი მაგან მაჩი საკლოდ გაწერილია ეს პერიდონე რასტოვიჩი ო მაგარი კაცი ესეთი გენოს გრევია ო გენოს უსაჩუქრებია მე კუსტო მაჩუკა ვაიმე სტუმრები გვესტუმრე გაუმარჯოს მე კოსტა ვარ კასრაძე ძმებო კოსტა კასრაძე ჯანო პატაშური გამარჯობა გაუმარჯოს კოსტა ვარ კასრაძე ძმებო ჯანო პატაშური ჯანო პატაშური აი შენ ვინ ახარ ბიჭო მე? არავინ? არავინ რას ქვია ბიჭო ვინ ხარ ბიჭო შენ ვასკა ჩუგოშვილი ისა Windows-ს მეძახიან რა არის ბიჭო ჩვენ მიმართ რამე უნდობლობა გაქვს არა Windows ერთი მოდიახ აი ჩამოჯეში ის რა მაინტერესებს ბიჭები გველოდებიან ჩვენთან საუბარი უნდათ მოფერება უნდა ჩვენ რატო ხარ წინააღმდეგი არა განარამეს გეუნები უბრალოდ მაინტერესებს რატო ხარ ესე ჩვენს მიმართ ცუდად გამომივიდა რა ბოდიში რას ფოკუზნიკო ბიჭო რას ფოკუზნიკო კარგად იმგზავრე კი ეხა კარგად მომისმინე შენ ეხა ისიც გირსი ხარ მე ვიცი ეხა რომ მოხდება ალიყური მე ნახავ ეხა მოვლენ ბიჭები წაგათრევენ აეროპორტში დაგაბრუნებენ თბილისში და თბილისში შენი დუხი არ ნახო ქუჩაში გამოსული ბიჭო გასაგებია წეთიშია ვასია რატო და ახენე Windows-ები და მეტი არავისგან შენი სახელი აღარ გავიგონო გაიგე ბიჭო გაიგე ჩემი კიდევ ერთხელ მადლობა რეკლამისთვის რეკლამების ყურება უფრო მიხარია ახლა просто არ ვიცი რა ბოლოში ვიტყვი ერთი საათის შემდეგ ჯანო ხო ჯანო დია ჩემო ჯან რომელიღაცა თქვენიან მაუკადრებელი იყადრა რასაკვირველია მე მის გამოძიებას არ გამოვედებნები უბრალოდ ძალიან დავიღალე რა ძალიან დავიღალე
გთხოვ, მიხედე. ეხლა მომისმინე აქეთ. აი ეს ფარა ჩვენგან, ჩვენი სახელით გადაეცი ხაჩოს. ხაჩო ჩვენია. და შენ, რა ქვია? კოსტა შემოგევნე. კოსტა. კარგი ბიჭი ხარ კოსტა. იმდენი ბაგაჟი რო გეყო, ჩვენამდე მოგეტანაცემა. გამომართვი ეს. აი ხარე ძმა. ვიზე მე რასაც უსმენდი. აი ამ პროგრამისტის ამბავია ყველაფერი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს პატივს ვცემთ, იმიტომ რომ ჩვენამდე მოხვედით. ამიტომ დღეს დაგპატიჟებთ, მოგასვენებთ და ხვალ თქვენ გზას გაუხევით რა. ეხლა წავდით აგერ ჩვენ ძმას გაყევის, დაგასვენებთ. დიდი მადლობა რა. თქვენ გაიხარეთ ძმებო რა. დიდი მადლობა რა. მაგრამ მინდოს, ამოდი რა დაჯექი. ამოდი ბიჭო. აუ დიდი მადლობა, ღმერთი ფარავდეს რა. დილინებისა ბიჭებო. აჰა. გულა. ინშალა. ეტებში იმ ჯანოს ჩემთვის 10,000 გამოატანეს. და იმ კოსტას პიატიში მისცეს. ბიჭო, რა დრო შახმატია, და ის მესამე. ის Windowsa თუ ჩემი შუშუ. მაგანტა იყო? არა. ბიჭო, დამაცადე, მოგიყვე რა, კაცო. არა, უარეს იქნა. უარესი რა ქნა გამაგები. რა ქნა და აეროპორტში რო ჩამოვიდა ის ვიღაცა პროგრამისტი. ის ეგრევე აიყვანეს. და დაიჭირეს ჯიგარო თავისი ანაბეჭდებით. თუ არ გინდა ეხა სროგზე დაგაბერო, მითხარი სახელი და გვარები ვისთანაც იყავ. აი მე ტიპი შრეიდერია. ნუ მე კაცები და ისე მოგკანა. ჯანო პატაშური და კუტეკას რაცა. შეხედეთ მართლა როგორ გავს. პატაშური. კიდე დაგადვატაშური. ნაკოლებისგან მოდიოდო. არ ვიცნობ მართლა არ ვიცი. ბიჭო, შენ ჭკუიდან რა გადამეყვანა? ხაჩოს ეზახიან, დიახ. ჩაუშვ. ხაჩო. გიყვარს ხაჩო? რაგაცინებ, ჯეჯება, რაგაცინებ. ეგ ნაბოზვარი, ეგ აზე ხარტო. კიდე უარესი გითხრა. ნუ ვაფშე. ნუ არესი რა გავუცხამოთ. რითი დავიწყე ეგ ისტორია? რბოიპანეს. ოროსნაბზე უნდა გითხრა მეთქი. ხო. გახსოვს? ახსოვს მე? ვერ დათვალეს აუჩი. მე გადავედით. როდასია. მეციხიდან მოგაფსია. იმენა ჰენგია ტიპი. მარტივად გეკონათ რომ შეგშებოდეთ ის მოპარული 200,000-ია? 200,000 კი, აუ რა იდიოტები. რამდენი იყო? ძალიან კარგად იცი რამდენიც იყო. რამდენი. მართლა 200,000 იყო? თუმარიც. გამოდის რომ ვინც დათვალა ის იყო ყველაზე იდიოტი. კი? შაუ ძმაო. რა დათვლაერიათ მაგ დაბოლილ სირებს მაგად. აჰა. რას მეუბნები? იმას წერია ჯამოს. რა და ნუ ეწევით ამ რაღაცებს, ბლად. ვახ, ეხა სადაგდიან თო? ჯანოდ ეგ ვიღაც კოსტა. აეროპორტშივე დაიჭირეს. ჩემზე კიდე ძებნა გამოცხადებული, ბიჭო. 100,000 როგორ შეეშალათ თო? იმიტომ რომ სირები არიან. სვეტში. ლადო. კაროჩი, შენზე მაგ ერთი რამ სათხოვარი რა. თხოვე რაც გინდა ჩემი ძმა, ხაზია ბაზარი.
ეგ Windows-ა თუ ვიღაცა ჩემამდე მოიყვანე და მაგ ბარიგების თემას მე დაგილაგებარ. Asta Windows ბიჭო. ჩვენება უნდა შევაცვლევინო. არი დარდო ხაჭო. ვიცი რომ ყველაფერს მივხედო შენგენაც. ამა შენეცი. შენი მეტი ვახ. აკარი ჩემი ბინა, ათხოველი დილა და ის ის სიმღერა რუტინა, რამე თუ შემატყე მე ნუ ეთქვი პოლიციას, ხამის უბანს ხო იცი. მაგ ცოტა დავხსნები, თორემ იმეძინა ცოტა. ეკიპაჟი, ისო ბოლში არის გახოული იმის გარაჟი, ჩემიც მაგაცები თუბანით მარია. ხაშოროებში წერია. ისო ვარდაკაკი ისო გოგოების დევნაში, ისო ლადომისო შეიარა ფონი ჭალაში, ისო ჩალი შობრა მოვიხიო სხვა ქვეყანაში, ისო ვატო ისო შტატებში ამერიკაში, მე კი ისო დავთრები და მთვრალი მივალში, ვცდილობ რომ შევეშვა გადავაგდო თამაში. საკმაოდ ცოტა პერსონაჟი იყო ამ სერიაში. ცოტა მშვიდი ცოტა შარიანი, ასეთია ეს ჩემი უბანი, სამ ფერი უყვარს სამი, შავი და შავი, ცოტა მშვიდი ცოტა შარიანი, ასეთია ეს ჩემი უბანი, სამ ფერი უყვარს სამი, შავი და შავი. არიცინებს ალთვალ სტოვებს ღიად ჩემი უბანი თვლემს ბიჭო ბოზებს ზინავთ წესით უნდა მოგისმინათ ხამის უბნელი ბიჭები ბოზებს მიაქვს დილიდან ხოცია ხამის უბანი თუ გთხოვეს არ თქვა ხო არავის უთხარი ჩვენი ძმა გამოვიდა და თავის უფალია უბანს უხარია რადგან უბანია დაიმსახურია გიბას უბანმა მხარი ისევ ხიპიშია სკოლის უკან ამხარეს რამდენი უბნელი ჩემი დილიდან თვალი რამდენი ბოლი დილიდან მიდი და თვალი ჩემა უბანა სულიცის თუ ვინ არის უყვარს იმშვიდე და ცოტა კრიმინალიც სულ მართალია ჩვენი კვარტალი და უმართავია ჩვენი კვარტალი გეუბნები ასეთია ეს ჩემი უბანი დავდივარ და მესმის სადაც გვარი ბაზარი ნეტა ვისთან არის ეს ამდენი ლამაზმანი ნეტა ესენი ვისთან არის ცოტა მშვიდი ცოტა შარიანი ასეთია ეს ჩემი უბანი სამ ფერი უყვარს სამი შავი და შავი ცოტა მშვიდი ცოტა შარიანი ასეთია ეს ჩემი უბანი სამ ფერი უყვარს სამი შავი და შავი დაველოდები მაინც პლანდა დავალაიქებ ჯენდებას კომპიუტერის შეერთება არც დამჭირდა ვერთო ჩემო ესე იგი ეს იყო უსაშველოები ეცადეთ ახლა უნდა შევაერთოთ ბოლოს 13%-ია. ეს იყო უსაშველოები მეორე სეზონის მე-6 სერია. რა ვიცი, რა უნდა ვთქვა ახლა? AirPods-იც უნდა აქ შეერთებული. რა ვიცი, ყველაზე ცუდი სერია იყო. სერია вообще არ მომეწონა. აი, არ მოგატყუებთ და იდეა კარგი იყო ამ იმის, რა ქვია. რა, როცა უკვე სერია ჩვენი პერსონაჟების გარეშე ვიყო. ვინმე მეორე ხარისხოვანი პერსონაჟი თავარ როლში ყოფილიყო. თავარ როლშიც არ ყოფილა, ხაჩუ აქ უფრო ნარატორი იყო. მაგრამ მაინც ზოგადად ასეთი იდეები მომწონს რა, რომ სხვა პერსონაჟებზე უფრო მეტ ყურადღებას რომ ამახვილებენ, ეგეც მომწონს, მაგრამ ცალკე რო სერიები სხვა პერსონაჟზე, ეგეც, მაგრამ მაგ იდეა ერთია და განხორციელება მეორე და განხორციელება ხო ხედავთ, რეკლამის ყურებას კი უფრო საინტერესო იყო ჩემთვის მომენტებში. ძალიან გაწერილი იყო ეს საქმის გარჩევის სცენები. უინტერესოდ იყო, აი ზოგადად ეს არის სცენები ამ საქმის გარჩევის, რომლებიც მართლა მომწონს, ცოტა სახალისოც არის, ცოტა აი როცა სერიოზული არის, კარგი საყურებელიც არის, დაძაბული სიტუაცია რო აი მაშინ მაშობა ქვია ზიხარ და რეალურად ნერვიულ პერსონაჟებზე რო ვის რა დაემართება, ანუ ამას ზედმეტი არ მოუვიდეს, იმან არ გააზროს, იმან თოფი არ გააზროს და რაღაც გავსი, იმას ზედმეტი არ წამოწდეს. უსაშველოებში ეს მომენტი არის ხოლმე ხანდახან, მაგრამ იშვიათად. მაგრამ ეს სერია 35 წუთიანი იყო
და 17 წამიანი, მაგრამ 25 წუთიანი. ვთქვათ, ანუ და ეს ზედმეტი სცენები რო ამოვიღოთ, მე მგონი თავისუფლად შევძლებთ ჩვეულებრივ, როგორც ანიმაციურ სერიალებს აქვს ხოლმე 20 წუთიანი სერიად, ანუ ამ სერიის 20 წუთამდე შემცირება ქრონომეტრაჟის. 20 წუთიან სერიად ქცევა. ეს ლოდინის სცენა კიდე სასაცილო იყო ეს გამყიდველი რო იყო ის ქალი რო უტარებდა იმას თავისი იმ Windows-ას სახეც მაგარი იყო და მაინც ისე ეს ტიპები მან საბერძნეთში ვინც იყვნენ არ ვიცი მაგარი ისეთები რა ვიცი უკვე ვთქვი რომ ეგეთი პერსონაჟები დიდად არ მეხატებიან გულზე მაგრამ რა აზრი ქონდა მაგათ ჩვენებას მაინც ვერ ვიგებ ზოგადად ხაჩოს რო გვაჩვენებდნენ მეგონა რომ იმათ უკვე ბარიგების პრობლემის მოგვარებაზე იქნებოდა მაგრამ როგორც ჩანს ახლა ლადო Windows-ას მოუყვანს ამ სიუჟეტისთვის ეგ მნიშვნელობა აქვს და მერე მოაგვარებენ მაგ ბარიგების პრობლემებს ანუ ხაჩო მოუგვარებს ნუ ზოგადად ხაჩო ლადომ თუ არ ჩააშხამა კიდე როგორც ყოველთვის ხაჩო შეძლებს მაგის მოგვარებას ეჭვიც არ მეპარება ასე რომ ხო ნუ მოკლედ სერიაზე ჩემი აზრები უკვე ვთქვი თვითონ ის ტიპებიც Windows-ը კიდე მეტნაკლებად აი პროსტა ოროსნაი არ მიმიქცევია ყურადღება ეს ოროსნები რა თქვა ანუ კი მივაქცე უფრო სწორად მაგრამ მეგონა რომ ის იგულისხმარა ზოგადად მაგარი დაქნეული და დარტყმული ტიპები არიან და ერთმანეთს აბრალებენ უაზროდ და უაზრო საქმის გარჩევები აქვს და გამოხტომები გიჟური ანუ გიჟური გამოხტომები ახლა ყველას აქვს მაგრამ ეგ ცოტა კრინჯობაც არის იდიოტიზმიც არის და რა ვიცი მაინც ახლა მაგრამ აი თვლად დათვა თუ შეეშლებოდა ფული სერიოზულად რა მოწიეს ამისთან რომ 100,000 გამოაკეთეს მე მართლა აი როგორც ლადომ თქვა რომ 100,000 როგორ შეეშალათ წვეთში არ ვიცი თანო ის დაკითხვის სცენა იყო კიდე პოლიციელი რო იყო იქ იმენა ჰენკი იყო Breaking Bad-დან რა ცად ერთ-ერთშიც არა მაგრამ ესე ძალმავდა გეუბნებით აი ვაჩვენებ ჩემ ძმაკაცს Breaking Bad-ის ფანია ისიც და ის იგივე სიტყვის და კომენტარებსაც გადავხედავ თუ არ არის ეგრე იმ დარწმუნებული ვარ მარტო მე არ ვარ ერთ-ერთი ვინც მაგას ფიქრობს მაგან კიდე ცოტა გამომაფხიზლა რომ ეძინებოდა სერიოზულად მაგითო გავუსვი ხაზი მაგამ ბავს ანუ ხო ფაქტობრივად სასაცილო მომენტებმა გადაარჩინეს ოდნავ ეს სერიამ მაგრამ მაინც არ მოვეწონა ავი პირველზე უარესი იყო თუ არა ალბათ კი არ ვიცი პირველი ცუდი იყო მაგრამ ნახოთ რა იქნება გადავხედა მე კიდე რა და ვიტყვი მე სეზონის ბოლოს რამდენი სერია უნდა იყოს ისე სეზონში ვიცი რომ ახლა მე-7 დევს მაგრამ მე-7 ბოლო რო არ არის ვიცი აუ არ ვიცი რა ყოველ შემთხვევაში იმედია წინასწარ გვეტყვიან რომ იქნება ბოლო დაგემშვიდობებით ახლა იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ დალაიქოთ გამოიწეროთ ჩემი არხი დატოვოთ კომენტარები და გააქტიუროთ ზარი მადლობა ყველას შეხვდებით შემდეგ ვიდეოში ბედნიერ დღეს გისურვებთ კარგად ბრძანდებოდეთ